გამარჯობა, მე ორლის ზუხვე, დღეს მევხსნით ჩვენ რეპორტაჟს. პირველ რიგში ჩვენ ვასტუმრეთ მეტეხის ტაძარს. ზუსტად ამ ადგილას მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ააგო სასახლე და ტაძარი. ტაძრის არქიტექტურის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-13 საუკუნემდე აქ არსებობდა კიდე სხვა ტაძარი. ყველი რწმენის მიხედვით აქ ზუსტად ამ ადგილას მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ააშენა ტაძარი და ციხესიმაგრე. ტაძარი იყო აშენებული მე-13 საუკუნეში, მაგ ადრინდელ ტაძრის ადგილას და მისი გეგმის გათვალისწინებით. ახლა ზევით დახვდება მეტეხის ტაძარს, სადაც მე-5 საუკუნეში იყო დაკრძალული შუშენიკ წამებულის ნეშტი. მეტეხის ეკლესიიდან ხედები იშლება ძველ თბილისზე, ნარიყალას ციხესიმაგრეზე, აბანო თუბანზე, მშვიდობის ხიდზე და რიყის პარკზე. მე-17-19 ისტორიკოსების თანახმად ვახტანგ მეფის დროიდან როსტომ მეფის დრომდე ეკლესიის გვერდით არსებობდა სასახლე. ამისგანაც მოდის თვითონ ეკლესიის სახელიც, რომელიც ძველ ქართულად ნიშნავს სასახლის ირგვლივ არემარე. როგორც უკვე ვახსენე, ამ ადგილას, ამჟამინდელი ეკლესიის ადგილას უნდა ყოფილიყო ტაძარი, რომელიც სამეფო ციხე-დარბაზთან იდგა და ნამდვილად იყო სამეფოს კარის ეკლესია. 1225 წელს მონღოლების შემოსევისას სასახლეც და ტაძარიც იყო განადგურებული. სასახლე აშენეს მე-13 საუკუნის შუა წლებში, ხოლო ტაძარი 1299-1299 წლებში იყო რესტავრირებული მეფე დემეტრე მეორეს მიერ. გუმბათი დგას 4 დამოუკიდებელ ბურჯზე, ხოლო მე-13 საუკუნის ტაძრებში ჩვეულებრივ საკუთხეველის კუთხეებსა და დასავლეთის ბურჯებს ეყრდნობა. აქვს 3 შვერილი აფსიდი, რაც ამ პერიოდისთვის იშვიათია. ეს ალბათ უფრო ძველი გეგმის გამეორებაა. ტაძრის აღმოსავლეთის მხარე გრძელია, ხოლო გუმბათი ოდნავ დასავლეთისკენ არის გადაწეული. ჩნდება სუფთა დეკორატიული ნიშები ფასადზე, რომლებიც აქ აღარ ასრულებს კონსტრუქციულ ფუნქციას. ასეთი მაგალითები ერთ წმინდაშიც ჩანს. ახლა გიორგი მარიამიძე გააგრძელებს რეპორტაჟს აბოს ტაძრიდან. გთხოვთ გიორგი. აბოს ეკლესია იმყოფება მეტეხის აღმართზე, მეტეხის ეკლესიის ქვემო კლდეზე. ილია მეორის კურთხევის შედეგად დაიწყო პროექტზე მუშაობა და პროექტის მიზანი იყო აბოს თვილელის ეკლესიის იერსახის აღდგენა. აბო თვილელის ნიშის ადგილმყოფარეობის და იერსახის ისტორიული მასალისგან ყურადღება მიიპყრო კლდის ძირს შეჭიდებულმა აგურის ნაგებობამ. ძველი თბილისის თანამედროვე მკვლევარების მიხედვით აბო თვილელის ნიში სრულიად განადგურებული იქნება ახალი ხიდის მშენებლობის გამო. ამავდროულად ფოტორესურსებით დადგინდა, რომ მის მთას შეჭიდებული აგურის ნაგებობა იყო ამ ადგილას დანიშნული სამლოცველო ადგილი. და აღმოჩნდა, რომ ეს სამლოცველო ადგილი იყო ძველი მე-19 საუკუნის ნაგებობა. ეს არის დაახლოებით ის ადგილი, სადაც მტკვარში გადაყარეს აბოს ნარჩენები. მადლობა გიორგი, ახლა მოусმენთ ლილე ლაშურს, რომელიც მოგვიყვება ათეშკაზე. თბილისის სულ ქუჩებში ბევრი მოულოდნელობები გვხდება. ერთ-ერთი არის ათეშკა, რომელიც არის გომის პირველ ჩიხში, რომელიც თითქოს ქალაქს აკავშირებს ძველ ეპოქასთან. ათეშკა არის ადგილი, რომელიც არის პატარა ქვის შენობა, აგურის შენობა და მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა ადრე, რომელიც იყო წმინდა ცეცხლის დაცვა. მისი სახელიც სწორედ ამაზე მიგვინიშნებს. ათეშკა სპარსულად ნიშნავს ცეცხლის ადგილს. ყველაზე საინტერესოს ამ ადგილს ის ფაქტი ხდის, რომ ამ შენობას რამდენჯერმე შეეცვალა ფუნქცია. ადრე იყო ათეშკა, როგორც გითხარით უკვე, შემდეგ მე-18 საუკუნეში მას იყენებდნენ როგორც მეჩეთად, ხოლო ახლა მე-19 საუკუნის შემდეგ გადააქცეს საცხოვრებლად ადგილად. თავდაპირველად ათეშკა გუმბათიანი ნაგებობა იყო პილასტრებით, თაღებით, შიგნით 4 მხარეს დახვეწილი დეკორაციებით. რაღაც დროის შემდეგ გუმბათი ჩამოიშალა, ნაწილები დაინგრა, მაგრამ თავად კედლები დღემდე დგას და თითქოს გამვლელებს გადმოსცემენ. ჩვენ ყველაფერი ვნახეთ და ყველაფერს გავუწელითო. ახლა ჩაგვერთვა ნინა კურდღელია სინაგოგიდან. გთხოვთ მოусმინეთ. დღეს ჩვენ ვიმყოფებით თბილისის დიდ სინაგოგასთან კოტე აფხაზის ქუჩაზე.
ებრაელების ემიგრანტების პირველი ნაკადი საქართველოში შემოვიდნენ 586 წელს, როდესაც ბაბილონის მეფემ ნაბუქომ იერუსალიმი აიგო და ტაძრები დაანგრია. მეორე ნაკადი ებრაელების შემოვიდნენ მე-5 და მე-10 საუკუნეში, ხოლო შემდეგ მე-19 საუკუნის ბოლოს ერაყიდან და ირანიდან გადმოვიდნენ ებრაელების დიდი ნაწილი. ებრაული დიასპორის ჩამოყალიბების ერთ-ერთი პირველი ეტაპი იყო სინაგოგის აშენება და შესაბამისად თბილისში აშენდა თბილისის დიდი სინაგოგა. 1904 წელს დამთავრდა მისი მშენებლობა და შემდეგ რესტავრაცია მოხდა 2011-დან 2012 წლამდე. დიდი სინაგოგა გამოირჩევა თავისი რომანულ-გოთიკური სტილით. ის არის წითელი აგურის შენობა, სამსართულიანი. ქვედა სართულზე ყოველდღიური ლოცვები ტარდება, ხოლო ზედა სართულები არის შაბათის ლოცვისთვის და დიდი დღესასწაულებისთვის განკუთვნილი. ახლა კი ჩავთავთ ვიდეოს, სადაც დაგიკავშირდებით ყველა ერთად ნარიყალას ციხესიმაგრიდან. ჩემს უკან ჩანს ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს 1000 წლეულების განმავლობაში. მის გვერდზე არის ბოტანიკური ბაღი, რომელიც არის ყველაზე დიდი ბაღი თბილისში. დღეს ჩვენი მისიაა გავიყვაოთ გზა ქართლის ზედასთან, სადაც დავამთავრებთ დღევანდელ რეპორტაჟს. ნარიყალა ციხესიმაგრის ისტორია იწყება მე-4 საუკუნიდან. თავიდან იგი იყო აშენებული როგორც სპარსელების ციტადელი. ხოლო შემდეგ იგი არაბებმა გააფართოვეს და ბოლოს შუა საუკუნეებში ქართველმა მეფეებმა გააძლიერეს. ხოლო დღეს, როცა ვხედავთ, უმეტესობა იყო აშენებული მე-16-17 საუკუნეებში. ნარიყალას ციხე ზედ განხილავს ბოტანიკურ ბაღს და აბანოთუბანს. აბანოთუბანში არის გოგირდის თბილი წყლები, რის შედეგადაც მიიღო დედაქალაქმა თავისი სახელი. ხოლო ბოტანიკური ბაღი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაღი თბილისში. ეს კი არა, გიორგი საწავირო. გიორგი! სად ვარ ვერ გავიგე, სადაა ქართლის ზედა? თუ მოვკვდით ჩემს ზაზუნას უკრაინულ ძალიან მიყვარდა. Алло. ეს არის ქართლის დედა, იგი აიგო 1958 წელს თბილისის 1500 წლის თავზე. იგი არის 20 მეტრის, მარცხენაში უჭირავს ფიალა, რომლითაც სტუმრებს ეპატიჟება, მარჯვენაში კი უჭირავს მახვილი, რომელიც არის განკუთვნილი მტრებისთვის. ყოფებით ნარიყალას გზაზე. შეგიძლიათ დათვალიეროთ რა ლამაზია, მაგრამ ძალიან დავიღალეთ. უამრავი კიბე ამოვიხარეთ. დაგიბრუნდებით, როდესაც მივაღწევთ ქართლის ზედას. ვინმე ხომ არა ვაცაი? არ ვიცი. დაურეკე კიდე. ხომ და გადაუღეთ რომ დაურეკე. კი, გადავუღე. მორჩა. მორჩი. ანუ იდეაში არ მოვშ. მორჩი. არა მორჩი. აკა. დაუქნიათ ხელი. კარგად. აკა. აკა. მგონი დავიკარგები. და ტელეფონი დამიჯდება. მზე ნომრა გადადის. და თუ ნახავთ რომ ამ ჩემს სახლთან სოლოლაკის ბილიკზე, რომელიც ნარიყალასთან ადის, მოკლეს ბავშვი, ეგ მე ვიყავე გადაცვალეთ. მაშინ გეშინდეთ მიყვარხართ. დავიღალე აღარ შემიძლია თავს ვიკლავ. ხახო. მიდი. ამისია თორე კი. აგურის
ხო მარტო ლიზას გადაღებაში შემოგვაღამდა. ესეც ტაქსი არა, აი ესე. გადაღება 1. და საუბრობთ ვახტანგ გორგასთან მაშინ გადავიდა სასახლე. თუმცა ეხლა რეპორტაჟი გაჩ. აღარ მინდა ხალხო. აბა 4775. ახლა